350 гектар захватил один человек. Кто захватил? Кахал Кришвили отец. Парламента выбрали мы его, чтобы нас первым ухаживали. А теперь не ухаживает. Говорит отсюда, мой земля, вас базбыш нету. Что за они Библии на руках таскаются, народу говорят, клиенты смотрят, главное, что на этой Библии, что будет меня голосовать. Вот так и нас голосование идет. Хлеб словом ходит. Это справедливость. Это наследство. Живем здесь, земле не дают, а в армии забирают, хорошо. Почему я должен, моя корова должен там пастись, его корова вон там, человек видел, я повел, показал. Народ что будет сказать? Скажи, народ вынужден руками вас так дернуть, чтобы зимой коров кормил, жил. Ამათი ძირითადი პრობლემა არის მიწები. კანონით როგორ არის ეს, რომ რამდენი მოსახლეობას არის პროპორციულად ეკუთვნის დაახლოებით იმდენი გექტარი. ქვემო ქართლი არის ერთი დიდი უპატრონო მხარე, მთლიანად. ყველა მიწა რაც დვანიში არის, პრაქტიკულად გამოსადეგი, საძოვარი, სათიბი, სავარგული, ყველა არის დეპუტატებზე, გამგებლებზე, მათ ბიძაშვილებზე, მამიდაშვილებზე და გავარკვიეთ, რომ კანონოთ არის მითვისებული ვინმე უგრიაშვილის მიერ სოფლის მიმდებარე მიწები და შესაბამისად მოგვაწოდეს დოკუმენტაცია. ანუ ეს არის საჯარო რეესტრი და მონაწერები და სხვა დოკუმენტაცია. ამის შესაბამისად ვიწყებთ ამ მიწების გასხვისების პროცედურის, ანუ კანონიერების შესწავლას, ანუ რამდენად კანონიერად გასხვისდა ეს მიწები.